დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით სალონ მარიგოლდიდან საქორწილო სამზადისით, რომელიც ძალიან ბევრ დეტალს შეიცავს. მივესალმებით დიზაინერ თამარ ნადირაძეს, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. სალონ მარიგოლდის დაფუძნებელი და დიზაინერი. მოდით დავიწყოთ სამზადისით და როგორია მოთხოვნები უმეტესად ქართველი გოგონების, ანუ როგორი ვარცხნილობა სურთ, როგორი მეიქაპი, ანუ მაკიაჟი და აძლევთ თუ არა რჩევებს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აუცილებელია, როდესაც საქორწილო კაბა ირჩევა, კაბიდან გამომდინარე, მერე სახის ოვალიდან, თმის ხარისხიდან უკვე გამომდინარეა გოგონას ვარცხნილობა და ასევე მეიქაპი. და რაც შეეხება რა არის მოდაში, ჩვენთან საქართველოში ძალიან მოდაში შემოვიდა სიტყვა სადა. ძალიან. კაბა მინდა, სადა მაკიაჟი მინდა, სადა ვარცხნილობა. თუმცა სადაც შეიძლება იყოს ძალიან მრავალნაირი და ლიკა ბაქანიძე სტილის ვკითხავთ, რომ ამ შემთხვევაში სადაც არის და ლამაზი, აი ზურაგთ ხო აჩვენო ეს უკანა ხედი არის განსაკუთრებულად მომხიბლავი და აი ესე გავაფორმეთ კიდევაც. დიახ, კაბაც სვარუსკის ელემენტებით არის დატვირთული ამ გოგონას კაბა და ამიტომ თმებშიდაც რაღაც ესეთი ელემენტი. მე მგონი საკმაოდ სადა ვარცხნილობაა. ნამდვილად სადაა და ყველანაირი რაკურსიდან კარგად ჩანს. გადავიგრძდეთ ამ კუთხეში, სადაც მუშაობს ლიკა ბერაძე, რომელსაც ასევე მივესალმები. გამარჯობა. ამ შემთხვევაში როგორია ტენდენციები და ითხოვენ თუ არა ასევე სადა მაკიაჟს? აქაც იგივეა ტენდენციები. რამდენი თვალისწინებად? ნუ სახის მიხედვით ვაკეთებთ მაინც ძირითადად. აი ამ შემთხვევაში, გოგონას შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ესეთი სახე აქვს, რომ ყველანაირმა შეფერება თვითონ ღია ფერები მუქში უფრო დაიტვირთებოდა. მუქი ფერები რამდენი თუ ხდება ზოგადად საქორწილო კაბას? გასაგებია ალბათ სადაც ითხოვენ, იმიტომ რომ პატარძალი მაინც ყველაზე ლამაზია. მე რამზე კი, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ იმ სილამაზეს რო კიდევ არ დაკარგავდა გამოაჩენ, ესეც დიდი ხელოვნებაა და რაც შეეხება მუქ ტონალობას და მუქ მაკიაჟს ძალიან მიხარია, როდესაც ნობადახენი არასოდეს არ თვლიან იმას, რომ მაკიაჟი უნდა იყოს ძალიან სადა, იმიტომ რომ იციან მათი ტელეკამერა, ფოტო რამდენად იწოვს ამ ყველაფერს და ამიტომ ისინი არასდროს არ ხმარობენ ამ სიტყვას. თუმცა მინდა აღვნიშნო ეხლა, რომ უკვე წამოვიდა ის ტენდენცია, რომ ითხოვენ უკვე ერთმანეთის ქორწილებში, რომ ალბათ ექსტრავაგანტული მაკიაჟი გაგიკეთებიათ პატარძლისთვის, თქვათ. ვერ გიცნოს და ეს მომენტი არ ქონია, მე მინდა ძალიან ხმამაღლა ვთქვა, ეხლა ჯეოსტარელი დიტო ყავდა ჩვენ და რუსკა და იყო ეს შეხვედრა იყო ჩემთვის დაუვიწყარი, როდესაც შემოვიდა ჩვენთან წაიყვანა დედოფალი და იყო ძალიან აღფრთოვანებით ის, რომ ვაიმე რა ლამაზი ხარ. შოკი, მაგრამ სასიამოვნო შოკი. თავარია შოკი არ იყოს ისეთი, რომ შემდეგ ქორწილის გადახდას აღარ მოგინდეს. 12 წელიწადი ამ სფეროში მოღვაწეობდა, ჯერ ესეთი ცუდი შოკი არ მქონია, ყოფილა ის შოკი, რომ აი ძალიან აღფრთოვანებული დარჩენილა, რომ ძმა შემოსულა და ეს შენახარ, მაგრამ ეს ყოველთვის ყოფილა სასიამოვნო. ძალიან დიდი ბოდიშის მოხვდით. მეც რაღაცა მომინდა, რომ ეს პატარძლის ამპლუა მოვირგო. და ამიტომ დროა მეც მივხედო ჩემს მაკიაჟს, რომელიც უკვე საქორწილო გახდება და ოდნავ მოგვიანებთ ისევ შემოგიერთებით, უკვე სახე შეცვლილი. გავიხსენებთ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ პატარძალი ვიყავი. დროებით.